Globალური ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს განვითარების ახალ შესაძლებლობებს ეძებს. სწორედ ამ მიმართულებით იმსჯელეს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა და ქართველმა დიპლომატებმა ელჩების კონფერენციის პარკლებში გამართულ სამუშაო სესიაზე, რომელიც ვაჭრობის, ინვესტირებისა და მდგრადი განვითარების თემებს დაეთმო. სესიაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა ყურადღება საქართველოს ეკონომიკური ზრდის, მაღალ მაჩვენებლებსა და იმ რეფორმებზე გაამახვილეს, რომლებმაც ქვეყანას რეგიონში სტაბილური და საიმედო პარტნიორის როლით განუმტკიცა. ეკონომიკის მინისტრმა მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ჩინეთისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე ისაუბრა ტურიზმის სექტორზე, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალაზე. დღეს ქონდა ეკონომიკური დიპლომატიის პანელი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, საქართველოს რეგიონების განვითარების მინისტრმა, ფინანსთა მინისტრმა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა. პანელის დროს განხილული იყო მიმდინარე რეფორმები, მიმდინარე ცვლილებები, დაგეგმილი რეფორმები, სამომავლო გეგმები, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი ჩვენი ელჩები გამოიყენებენ 2026 წლის სამუშაო პროცესში. საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას გაესვა ხაზი სამუშაო სესიაზე. ამ კონტექსტში კი განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და მის როლზე გამახვილდა, როგორც ევროპასა და აზიას შორის მთავარ დამაკავშირებელ ხიდზე. განსაკუთრებულად აღსანიშნავი არის, რომ მთავრობის წევრებს აქვს შესაძლებლობა, რომ ის რეფორმები, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს, გააცნონ თითოეულ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს, ჩვენი ქვეყნის ერს სხვა ქვეყნებში, როგორც შესაძლებლობა გვესაუბრა, თუ როგორ ვითარდება როგორც გარემოს დაცვის მიმართულება, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულება, გაგვეცნო ის ძირითადი საექსპორტო პროდუქცია, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს, ღვინო რჩება ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო პროდუქტად, რომელიც არის ღერძი ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის. ქართველი დიპლომატები ერთგულნი რჩებიან იმ რაციონალური და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის, რომელმაც ქვეყანას ხელშესახები შედეგი მოუტანა. ელჩები მზად არიან მომდევნო წლის განმავლობაშიც ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქვეყნის პოპულარიზაციისთვის აქტიურად იმუშაონ. გაშღერდა ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც ჩვენი ქვეყანა დაუღალავად მუშაობდა, ხაზი გაესვა რეფორმების მნიშვნელობა საგარეო უწყებაში და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არსებობდეს ერთიანი საერთო სწორი ხედვა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის და სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე. ელჩების კონფერენცია 2025 მესამე დღეა მიმდინარეობს და ხვალ დაიხურება.